ვლადიმერ პუტინმა პირველად მოიხადა თქვა ესე ხილულად ბოდიში და აიღო პასუხისმგებლობა ამ ტრაგიკულ ინციდენტზე. გარდა ამისა ის მაინც შეეცადა აი ამ ძირითადი ბრალის გადადებას, ისრების გადატანას უკრაინისკენ და მან თქვა რომ თქვა ეს რაღაცა მოხდა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმან გახადა შესაძლებელი რომ უკრაინის დრონების შეტევას იგერიებდა იმ დროს რუსეთი და ასევე აღნიშნა ესეც საინტერესო დეტალი ჰქონდა რომ თითქოს ხაზი გაუსვა იმას რომ ეს საჰაერო თავდაცვის საზენიტო რაკეტები პირდაპირ არ მოხვედრია თვითმფრინავს და მოხვდა მხოლოდ მისი ნარჩენები და ეს თითქოს გადააბრალა თავდაცვის საჰაერო თავდაცვის სისტემის ტექნიკურ გაუმართავობას. სინამდვილეში ანუ საუბარია პანცირ S-ის ტიპის საზენიტო სისტემებზე და რამდენადაც მე მოვიძიე ინფორმაცია თქვა როცა აი ამ დღევანდელი ჩვენი საუბრის შევწადებოდი პანცირ S-ის საზენიტო რაკეტები სწორედ ამ პრინციპით მუშაობს. ეს საზენიტო რაკეტები ფეთქდება სამიზნესთან ძალიან ახლოს და შემდეგ უკვე აზიანებს და აგდებს აი ამ სამიზნეს ეს შრაფნელი.